საღამოს, რომელიც ოზურგეთის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში შედგა, ოზურგეთის ყველა მედია საშუალების წარმომადგენლები, ჟურნალისტიკიდან სხვა პროფესიაში წასული ადამიანები, ყოფილი ჟურნალისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საღამოს სულისჩამდგმელი კულტურის ცენტრთან ერთად ჟურნალისტი მანანა ქილიფთარი გახლდათ. ღონისძიება კი ასევე ჟურნალისტს ეკატერინე მგელაძეს მიჰყავდა. იყო ბევრი მოგონება, ზოგი მხიარული, ზოგი ცევდიანი. გაჟღერდა ნაღვლიანი ისტორიებიც, უდროოდ წასული ადამიანებით გამოწვეული. საღამოს ამ ნაწილში შეასრულა ავთანდილ სირბილაშვილმა ცნობილი მაგნოლია, ამჯერად ცალად. ამ სიმღერაში მისი უცვლელი მეწყვილის, უდროოდ გარდაცვლილი ნინო გოგუაძის გარეშე. შიგადაშიგ ისტორიების თხრობასა და ძველი ვიდეო კადრების თვალის დევნებას შორის საღამოს შემოქმედებითი ნომრები ალამაზებდა. საზოგადოების წინაშე პატარა ნიჭიერი მომღერალი გოგა ზაქარიაძე. პროექტ მე მიყვარს საქართველოს ფინალისტი გიორგი ჩიხლაძე თავისი ჯგუფით. ჩვენი რუბრიკის თქვენი ობიექტივის გმირი ნოდარ ქილიფთარი და ცეცხლოვანი ლათინური ცეკვების ორი ახალგაზრდა შემსრულებელი წარსდგა. დაიწყო ძველი ოზურგეთული პრესით, გაგრძელდა გურიის ტელევიზიით და დასრულდა ახლა მოღვაწე გაზეთებით, გურიის მოამბით, გურია ნიუსით, ალიონით. ყველა მედია საშუალება მიიღო საჩუქარი, სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს ცალკეულმა ადამიანებმაც, რომელთა მოღვაწეობაც ჟურნალისტიკაში ოზურგეთელებს დაამახსოვრდათ. აიშალა მოგონებების წყება, ისაუბრეს გურიის ტელევიზიის ყოფილმა ჟურნალისტმა, ახლა უკვე ვიცე-გუბერნატორმა ლელა თავარდქილაძემ, ამავე არხის წამყვანმა, ახლა აჭარის ტელევიზიაში წასულმა ლალი ბერძენიშვილმა და ბევრმა სხვამ. ამ დღეს სასიამოვნო დაემთხვა ჟურნალისტ თეა იოსელიანის დაბადების დღეც, რომელმაც გულთბილი მილოცვები საჯაროდ მიიღო. დაემთხვა საბედნიერო ჩემთვის. დღეს ჩემი დაბადების დღე და ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც გაიმეტა ამდენი თბილი სიტყვა. ულამაზესი საღამო იყო. პირველ რიგში ეს მინდა აღვნიშნო. ძალიან საინტერესო. ძალიან კარგი ჩვენთვის, იმიტომ რომ ჩვენ გავეცანით არა მარტო წარსულს, აი იმ ფესვებს გავეცანით, რა ფესვებზე ჩვენ დღეს მოვდიოდი. ეს საღამო შედგა, ზოგადად ეს პროექტი შედგა, იმიტომ რომ რაღაც ემოცია მოიტანა და დღეს ამ რაღაც აჩქარებულ სამყაროში ემოციები გვაკლია, მე მგონი ადამიანებს ყველაზე უფრო. მინდა რომ მადლობა გადაუხადო პროექტის ავტორებს და მათ, ვინც ამ პროექტის რეალიზაციაში ხელი შეუწყო ქალბატონ მანანას. კიდევ ერთხელ მიულოცა ყველა ჟურნალისტს ამ დღეს. ეს იყო თაობების ზეიმი, მე ესე ვიტყვი, იმიტომ რომ აქ წარსული გასვენებაც იყო, აქ თანამედროვეობაც იყო და აქ იყო რაც ვარია მომავალი თაობა. ემოციები არის დადებითი, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ჩემ კოლეგას შევხვდი ერთად. თუმცა ცალ-ცალკე ჩვენ გვაქვს ურთიერთობას და სულ გვაქვს ნოსტალგია. ამ ნოსტალგიის ცოტათი განქარვება მოახდინა მანანა ქილიფთარმა თავისი საღამოთი. ითქვა ბევრი რამ, ბევრიც უთქმელი დარჩა, თუმცა საბოლოოდ საღამო დადებით ნოტაზე, უკეთესი განვითარების იმედით